და მეგობრები არიან. თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს დიდი დაპირისპირების ეპიცენტრი იყო. ბერას ძმაკაცის ინტერესების დასაცავად მანდატურებმა მორიგის სადამსჯელო ოპერაცია მოაწყვეს. ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას. ოჯახის წევრები დაწყებული, პოლიტიკოსები დასრულებული. დიდი აბსურდის თეატრით 13 მაისს გაგრძელდება. ამ დღეს გაირკვევა ითხოვს თუ არა გომელაურის უწყება ანი ქავთარაძისა და თორნიკეს ხვიტარაძის დაკავებას. მირიან ქავთარაძე ჩივის რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც ჯერ გვარის შემარცხვენელი, შემდეგ კი მონა ეძახეს. ბერას ძმაკაცის ინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი იცავს. 25 წლის გოგოები, რომლებიც გუშინ მზად იყვნენ თავისივე ასაკის ახალგაზრდებით ციხეში გამოეკეტათ. სოფონ ნიაური ესწრებოდა დღევანდელ სხდომას და ის განაგრძობს საუბარს პირდაპირ ეთერში. რამდენიმე საათიანი სასამართლოს სხდომა დღეს საქალაქო სასამართლოში ისე დასრულდა, რომ ვერ მოვისმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. გაუშვებს თუ არა პატიმრობაში პარტია ახლების პოლიტსაბჭოს წევრ ქალს 3 არასრულწლოვანი შვილის დედას ანი ქავთარაძეს პატიმრობაში, თუ მოითხოვს ჯარიმას მხოლოდ. დღეს სასამართლოს სხდომა გადაიდო 13 მაისამდე, მანამდე მთელი დღის განმავლობაში მოსამართლე ისმენდა შუამდგომლობებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, ისე ადვოკატების მხრიდან, რომლებიც იცავდნენ ანი ქავთარაძის და თორნიკე ხვიტარიძის უფლებებს. ადვოკატები აყენებდნენ შუამდგომლობას დღევანდელ პროცესზე, რომ შეწყვეტილიყო საქმე ორივე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობილი პირის წინააღმდეგ გამომდინარე იქიდან, რომ არასწორი კვალიფიკაციით იყო საქმე აღძრული. ადვოკატები აპელირებდნენ იმაზე, რომ მირიან ქავთარაძე 19 აპრილს სასამართლოში მისული იყო დაზარალებული მოწმის სახით, მან მისცა საბას ხვიტარიძის წინააღმდეგ ჩვენება, შესაბამისად უცნობი იყო ის იყო სამართალდამცველი თუ უბრალოდ რიგითი მოქალაქე მოწმე. სწორედ ამიტომ არასწორი კვალიფიკაციით ედავებიან ანი ქავთარაძეს და თორნიკე ხვიტარიძეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ პოლიციელისთვის არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა, ის იყო მირიან ქავთარაძე იყო რიგითი მოქალაქე. რომ მითხარით თეატროკიანის მოთხოვნის შეუსრულებლობა კომისიაზე მისვლის კი არის ბაზარში შეხვდა და რაღაც მომთხოვნა და შეასრულა. დაახლოებით ისეთი არის ახლა განმარტება ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დაუხრის. ეს ადამიანი აქ იმყოფებოდა არა როგორც სამართალდამცველი. ის აქ იმყოფებოდა არა თავისუფლების პარლამენტში. თუ ის იმყოფებოდა თავისუფლების პარლამენტში, მაშინ დაადგინეთ ეს როგორც სამართლებრივი ფაქტი და ამას გამოვიყენეთ თავისუფლების პროცესში. თუ თქვენ ამას შეცვალა დაადგინეთ, ამას პრეფერენციულად გამოვიყენებთ ხვიტარაძის პროცესზე, რომ კაცი რომელიც მოსულიყო დაზარალებული სახით იძლეოდა ჩვენებას, მოსული იყო სასამართლოში არა როგორც მოსული და დაზარალებული, არამედ როგორც პოლიციის მოქმედი უფლებამოსილების შესრულებელი პირი. ის არასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ის იყო დაზარალებული და მოწმედ მოსული იმ მომენტში ზუსტად სასამართლოში, რასაც დააობს ეხლა ცდილობდნენ ჩვენ რეპრესიებს და კიდევ ჩემ ოჯახის გამზარებას. გამოდიოდა საბას ხვიტარიძის პროცესზე, რომელიც თავისუფლად ასევე არის რეჟიმის წყვეტა პატიმარი უკვე რამდენიმე თვეა, გამოდიოდა როგორც ასე კი ჩვენებას აძლევდა იქ როგორც მოქალაქე, დაზარალებული და მოწმე. შესაბამისად, საერთოდ არ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, რადგან დააობს იმ საქმეში, სადაც არ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა. პოლიციის დეტექტივების სამმართველოს გააყოფილების უფროსი მირიან ქავთარაძე, ანი ქავთარაძეს და თორნიკე ხვიტარიძეს მის მიერ შედგენილ პატაკში ამ ხელს მის წინააღმდეგ შეურაცხყოფის მიყენებაში მირიან ქავთარაძემ შეურაცხყოფად მიიჩნია გვარის შემარცხვენელი ეს წინადადება ანი ქავთარაძისგან და შეადგინა პატაკი და უშივის მათ სასამართლოში. საინტერესოა ახლა მოსამართლე მიიყვანს თუ არა მას შემდგომ პროცესზე მოწმის სახით გამოსაკითხად, სადაც მირიან ქავთარაძემ თავად უნდა ახსნას და თქვას რა ეწყინა მას მისი მოგვარისგან, პარტია ახლების პოლიტსაბჭოს წევრისგან, ანი ქავთარაძისგან. მირიან ქავთარაძე თავის პატაკში ფრაზას ქავთარაძეების გვარის შემარცხვენელო არ მოიხსენიებს, მაგრამ მოიხსენიებენ ის ადამიანები, რომლებიც აძლევენ ჩვენებას, ასე ვთქვათ, მოწმის სტატუსით წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული პოლიციელები. როგორც ჩანს, ეს მისთვის შეურაცხყოფელი აღმოჩნდა მაინც, თუმცა თავად ამას არ აღიარებს. იმავე ვიდეოში მას შიშარა და მხდალიც უწოდე, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ადამიანი ხელს არ ტყამს სხვას, აღიარებაც უნდა შეეძლოს. ქართველი კაცის
ტრადიცია და წესი აქამდე ასეთი იყო. ქავთარაძის მოწმედ გამოკითხვასთან დაკავშირებით მოსამართლემ თქვა, რომ საქმის საჭიროებიდან გამომდინარე მას დაიბარებენ სასამართლოში. შეიძლება ვიღაცას გვარში მეორეობა იყოს შეურაცხყოფელი და შეიძლება ვიღაცისთვის საერთოდ არ იყოს გვარში რაიმე სტატუსის ან რიგითობა მნიშვნელოვანი. სრულიად აბსურდს განვიხილავთ. სასაცილოა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება. მირიან ქავთარაძე არის კანონგარეშე. ფაქტურად ის როგორც უნდა და ვისაც უნდა თუ მოინდომა დასჯის და აკეთებს ამას. მირიან ქავთარაძის მიერ შედგენილი საჩივრის გამო საქალაქო სასამართლო დღეს მეორე დღეა იქცა დაპირისპირების ეპიცენტრად. საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ენუქიძემ პროცესი მანამდე არ ჩანიშნა, ვიდრე პროტესტი არ გამოხატეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობილი პირების ახლობლებმა, რომლებიც პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა ამის შესაძლებლობას მანდატური სამსახურის წარმომადგენლები მათ არ აძლევდნენ. უფრო ვრცლად რა ხდებოდა დღეს საქალაქო სასამართლოში ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. წინასწარ რატოს ხედავ? რატოს და? ოცა წინასწარ შეხო წვიდა ვინახო წინასწარ დარბაზში არავინ არ წვიდა. რატო წვიდა ამას? და რატოა შესული ჩემსი არ? საქალაქო სასამართლოს მეოთხე დარბაზთან მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიცია ცვლილების წევრის და სინდისის პატიმრის ძმის მხარდასაჭერად მისულმა მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მათთვის დარბაზში ადგილი არ იყო. პროცესის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი, თუმცა 6 კაციან დარბაზში ადგილები სრულად პოლიციის იურისტებმა დაიკავეს, რომ სხვა ვეღარავინ შესულიყო. ამიტომ დედა, რომელიც საკუთარი შვილის უსამართლო პროცესს უნდა დასწრებოდა, გარეთ დარჩა. ანუ არ გვიშვებენ ჯერჯერობით, არც მოითმინეს გვეუბნებიან და არც გვიშვებენ და ვიღაცეები დარბაზში სუსის აგენტები ექვსკაციანი დარბაზი იმ ახალგაზრდა იურისტებით იყო გადავსებული, ვისის სახელიც უკვე რეპრესიებთან არის დაკავშირებული. აქ იჯდა ნიკა გვარამიას და მირანდა ბაღათურიას საქმის იურისტები. აქ იჯდა გოგონაც, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც უდანაშაულო გელახასაიამ 12 დღე ზაჰესის იზოლატორში გაატარა. ეს ორი გოგონა, ერთი მემასამართლებდა მანამდე, მეორე გუშინ ასამართლებდა 25 წლის გოგოებს, თვითონ 25 წლისა არ დაგავიწყდეს სალამი, ეხლა იცინის მარა ბოროტია, სამი გოგონა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელიც არავინ არ იცის რატოს ხედანა. ხალხის პროტესტის შემდეგ მოსამართლე იძულებული გახდა, რომ პროცესი ყველაზე პატარა დარბაზიდან დიდ დარბაზში გადაეტანა. დღეს ანი ქავთარაძის და თორნიკეს ხვიტარიძის საქმეებს განიხილავენ. ორივე მათგანს გომელაურის პოლიციის მაღალჩინოსნის მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ თუ ვინმეს მონას ან გვარის შემარცხვენელს დაუძახებ, ეს დანაშაულია და უნდა დაისაჯო. როგორც მისმა მოგვარემ, ჩავთვალე, რომ ის არის ქავთარაძების გვარის სირცხვილი, ვინაიდან ის არის ცრუმოწმე, ის არის ერთ-ერთი მოძალადე პოლიციელი, რომელიც ტიტუშკის ფორმაში გადაცმული დახვდა ქორთიარ მარიოთან. გარდა ამისა ფიგურირებს ჩვენი მეგობრის საბას ხვიტარიძის საქმეში, რომელიც აწამეს პოლიციის სამმართველოს შენობაში. შესაბამისად, ეს არის ჩემი შეფასება მის დამი და მე როგორც ქავთარაძეს, მაქვს სრული უფლება, რომ ის მოვიხსენიო ჩემი გვარის სირცხვილა. საბას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, როცა მირიან ქავთარაძე ვითომესი დაზარალებლად იყო წარდგენილი საბას სასამართლოზე და ამის შემდეგოდ ამიძახეს მონაო ამას ამბობს. პარტია ახალის პოლიცსაბჭოს წევრისა და სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ საქმის წარმოება მირიან ქავთარაძის პატაკის საფუძველზე დაიწყო. გომელაურის პოლიციის მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ სასამართლოს დერეფანში მისი მისამართით გაგონილი სიტყვები მისთვის შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ ადვოკატები პროცესზე ქავთარაძის დასწრებასაც მოითხოვდნენ, რათა გამოერკვიათ, რა ეწყინა ცრუმოწმეობაში მხილებულ პოლიციელს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მირიან ქავთარაძე თავს თვლის საუკეთესო ქავთარაძედ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ქავთარაძე უნდა მოვიდეს და გაგვაგებინოს. არის თუ არა ყველაზე ცუდი ქავთარაძე, საშუალოდ კარგია თუ კარგი ქავთარაძე, საერთოდ აღქმის დონეზე. აქვს
ხო, საერთოდ შემა არ არის ქავთარაძე. თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ ანი ქავთარაძემ და თორნიკე სხვითარიძემ სამართალ დარღვევა ჩაიდინეს, მაშინ პრეცედენტი შეიქმნება, რომ თუ საკუთარ მოგვარეზე იტყვი, რომ ის გვარს არცხვენს, ამის გამო შესაძლოა ციხეში წახვიდე. ჩემი მოგვარე ხელს არტყამს ქალს და ამის გარდა ჩვენ მეგობარს საბას ხვითარიძეს, რომელიც ასევე დაზარალებულად არის ცნობილი, პოლიციის შენობაში არის წამების მოპყრობის მსხვერპლი, ასე ვთქვათ, ამ საქმეშიც ფიგურირებს მირიან ქავთარაძე, რა თქმა უნდა, ესეც არის ჩემთვის ჩემი გვარის სირცხვილი. ამიტომ მნიშვნელოვანია მოვისმინოთ მისგან თვლის თუ არა ის ამ მოწოდებას, ამ შეფასებას შეურაცხყოფელად. გასულია საკუთარ თავთან სათათბიროდ იმისათვის, რომ ესე იგი გადაწყვიტოს ეს მნიშვნელოვანი მოწმე გამოიძახოს თუ არ გამოიძახოს და აქაც ჩანს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, როდესაც მოსამართლე ვერ შეძლო ადგილზე თათბირით აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მოსამართლემ იგივე პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით გუშინ ორი პარტიის ორი პრესმდივანი 4,000 ლარით დააჯარიმა. მინანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო პატიმრობას ითხოვდა. რეჟიმის სისასტიკის მსხვერპლები გომელაურის უწყება